წმინდა სინოდში ბიძინას წინააღმდეგ დიდი აჯანყება არის. მეუფეების ერთი დიდი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბორია ივანაშვილის და რუსეთის შნირი შიოს მუჯირის გაეგზარქოსებას. აგერ მეუფე იაკობი გამოვიდა დღეს ქადაგებაზე და პირდაპირ განაცხადა, რომ ეკლესიის საქმეებში სხვის არავის არ ჩავაყოფინებთ და ჩვენ თვითონ ავირჩევთ პატრიარქსო. ეს არის ღია ბრძოლა უკვე ბორია ივანაშვილის წინააღმდეგ. ძალიან კარგი არის ეს. მე ახლა ნაკლებად მაინტერესებს მეუფე იაკობის ამ შემთხვევაში წარსული და მოხრები. მე ვიცი ფაქტი. ის ძალიან იყო და არის გამწარებული ირაკლი ღარიბაშვილის დატუსაღებით ბორიას მიერ. ძალიან მწარე განცხადებებითაც გამოვიდა და დღემდე აქვს ეს დაპირისპირება ამის გამო ბორიასთან. ეს ერთი. მეორეც 39 წმინდა სინოდის წევრიდან მეუფედან უმრავლესობა ეწინააღმდეგება შიოს არჩევას, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ შიო მათ ჩარეცხავს. ელემენტარული შიო რა, მის უკან მდგარი რუსეთი და ბორია. იმიტომ რომ შიოს უნდა ყავდეს სტერილური გარემო, სადაც არც ერთი მოწინააღმდეგე არ ეყოლებოდა წმინდა სინოდში. ეს ძალიან კარგად იციან წმინდა სინოდის წევრებმა, ეს ძალიან კარგად იცის თავად მეუფე იაკობმა და ამიტომაც იბრძვიან თვით გადარჩენისთვის. ამ შემთხვევაში ეს მათი ბრძოლა ემთხვევა პირადად ჩემი როგორც ერთი რიგითი მოქალაქის ეროვნულ ინტერესებს, ვისაც არ სურს, რომ ქართული ეკლესია გადაექცეს რუსულ საეგზარქოსოდ, რუსი ეგზარქოსი შიოს ხედართმთავრობით. მორჩა და გათავდა. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ებრძვის მეუფე შიოს პატრიარქად არ გასახდომად. ამით ეს ებრძვის ბორია ივანაშვილს, ამით ის ებრძვის რუსეთის ურდოს და ღმერთმა დალოცოს. გაავწერეთ ეს ვიდეო. აჯანყება სახეზე არის. ბორიას ვერ აქვს კარგად საქმე. უკვე ეპისკოპოსებთანაც ვეღარ ალაგებს, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქსაც უსმენ და სუსით ფაილებით ვიცით ეს ნანახი გვაქვს დოკუმენტაცია. თვითონ შიო მუჯირსაც კი უსმენდა. მუბედურს, როგორ ელაპარაკებოდა ის თავის ცოლის ძმას. სატელეფონო საუბარზე და რაღაცებზე მსჯელობდნენ იქ. რამასთან და აქ ღირსება, რომ ხმა მოიღოს ამაზე. მოკლედ ასეთი ამბებია. წინ დიდი ბრძოლა არის. საქართველოს უნდა ყავდეს არარუსი პატრიარქი და მორჩა.